ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მარინა ხატიაშვილის ოჯახი იქნა ძალადობრივად გამოსახლებული და ჩვენ აი ამ ყველაფერმა გვაჩვენა, რომ სახელმწიფო დადგა შიშველ ძალადობაზე და საპოლიციო ძალებზე მთლიანად და შემდგომ მოცემულობა, რაც ერთ წლის განმავლობაში ჩვენ უყურებთ, არის ერთგვარი გაგრძელება იმისა, რომ სახელმწიფო დგას მხოლოდ აი ამაზე, საპოლიციო ძალებზე. წარმოვადგინეთ სოციოლოგიური კვლევა, რომელიც ეხება ვალის მასშტაბს საქართველოში, სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა მოამზადა აღნიშნული კვლევა და ამოკითხვა ჩატარდა 1200 ოჯახში, საკმაოდ კომპლექსური იყო ეს შედეგები და ეს მეთოდოლოგია, რომლის მიხედვითაც ჩატარდა კვლევა და მოგვცა პირველი ასე ვთქვათ, საბაზისო კვლევა იმის შესახებ, თუ რა მასშტაბის არის ვალი და ჩვენ ვნახეთ, რომ 83% საქართველოს ოჯახებისა აქვს ან ქონდა ვალი ბოლო წლის განმავლობაში. ეს არის არნახული მასშტაბი, ეს არის მზარდი და ჩვენ უყურებთ, რომ საქართველოს მოსახლეობა ცხოვრობს უმეტესად სიღარიბეში, რადგან 54% საუბრობს, რომ მას ყოფნის საკვებზე მხოლოდ ფული ან მასზეც კი არ ყოფნის. ეს არის ძალიან მაღალი რაოდენობა და 54% გველაპარაკება იმაზე, რომ ჩვენ საქართველოს მოქალაქეები ვერ ვგრძნობთ ვერანაირი კეთილდღეობის გაუმჯობესებას, ან პირიქით ხვდებით, რომ ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა. ეს იმის საპასუხოდ, რასაც ქართული ოცნება გველაპარაკება ეკონომიკურ ზრდაზე, თუმცა ამ ზრდით ვერ სარგებლობენ საქართველოს მოქალაქეები, რასაც ჩვენი კვლევაც ადასტურებს. ამასთანავე დღეს ვისაუბრეთ იმ პრობლემაზე, რაც სუსტად ქალბატონი მარინა ხატიაშვილი საუბრობდა, რა პრობლემა არის ზოგადად ეს გამოსახლების რისკის წინაშე ცხოვრება, როგორი დამთქმელია, როგორი სტრესულია და როგორი აუტანელი ტკივილია. და ეს პროცედურები, ეს დამოკიდებულება, თქვა სახელმწიფოს მხრიდან როგორი დამცინავი და შეურაცხყოფელია. ამაზე ვისაუბრეთ ჩვენ ასევე, როგორ შეიძლება მის წინააღმდეგ ბრძოლა, როგორი უნდა იყოს აქტივიზმი ამ მიმართულებით, როგორ უნდა მოხდეს ზოგადად შესწავლა, კვლევები და სახალხო წინააღმდეგობა აი ამ უსამართლობის წინააღმდეგ, რასაც ჩვენ უყურებთ. ასევე ჩვენთან ერთად იყვნენ ეკონომისტები, პოლიტეკონომისტები, ბიზნეს ადმინისტრირების სპეციალისტები, რომლებიც ასევე სწავლობდნენ აი ამ კომპლექსურ საკითხებს მულტიდისციპლინარულად, ეკონომიკა როგორი არის დღეს ქვეყანაში. ეროვნული ბანკის როლი რა უნდა იყოს ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით, როგორ უნდა გადაწყდეს ეს საკითხები და ხედავთ, რომ ეროვნული ბანკის როლი, საქართველოს პარლამენტის როლი დღეს არის ძალიან სუსტი და პირიქით ის არ იცავს, როგორც თავად ეძახიან, მომხმარებლებს, ანუ საქართველოს მოქალაქეებს იმისგან, რომ იყვნენ დაცულები ჭარბვალიანობისგან. დღეს ასევე წარმოვადგინეთ კვლევა, სადაც საუბრობთ და ლაპარაკობთ სასამართლოს როლზე. სასამართლო როგორი ცივი, შეუვალი და უფუნქციოა, ასე ვთქვათ. რადგან სასამართლო როგორც წესი არ შედის არც მოვალის მდგომარეობაში და არც სამართლებრივი შესწავლის საშუალება მას არ ეძლევა. ასე კანონმდებლობიდან გამომდინარე და ასევე მისი ნებიდან გამომდინარე. და ეს არის პრობლემა, რასაც ჩვენ წლების განმავლობაში ვაწყობთ. და აი ამ შესწავლებმა დაგვანახა, რომ ეს არის მთელი ერთი ჯაჭვი, სადაც ერთის არ გვაქვს სტატისტიკები, მეორეს ხედავთ საქართველოს პარლამენტს, რომელიც იცავს მდიდრების ინტერესებს, ხედავთ მოცემულობას სასამართლო ამ ყველაფერს ადასტურებს, ხედავთ გავეშებულ აღსრულების ეროვნულ ბიუროს, ხედავთ ნოტარიუსებს, რომელიც გულგრილად ეკიდებიან საკითხებს. მთელი ეს წყება არის აწყობილი ერთგვარი ჯაჭვი და აი ამ უსამართლობის ჯაჭვში არიან ჩაბმულები საქართველოს მოქალაქეები და უნდა ვისაუბროთ, გავაგრძელოთ ამაზე მსჯელობა და ჩვენ რეალურად გავხდეთ სოციალური სახელმწიფო, რაც საქართველოს კონსტიტუციით გვიწერია. თუმცა დღეს საქართველო არის ნამდვილად ანტისოციალური სახელმწიფო.